გიგი უგულავა შესაძლოა კიდევ ერთი წინასწარი ბრალი შეუფარდონ. შუამდგომლობით პროკურატურამ მოსამართლეს დღეს თბილისის განვითარების ფონდის საქმის სასამართლო განხილვისას მიმართა. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით გიგი უგულავამ გირაოს გამოყენების პირობებში განმეორებით ჩაიდინა დანაშაული და ამიტომ მას აღკვეთის ღონისძიებად უფრო მკაცრი ფორმა პატიმრობა უნდა შეეფარდოს. Argumentat პროკურატურამ ის ახალი ბრალდებები დაასახელა, რომელიც დედაქალაქის უფლება შეჩერებულ მერს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და მარნეულის საოლქო კომისიაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე წაუყენეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თორმეტში არის დანიშნული გამეორებითი. Rasaxatzarban ჩამოვარდ მე ჩემს მშობლებს, ჩემს მას, ჩემს ახლობლებს სუროქუდიოშვილი გარდატო. მე არ გავჩერდები და ვაპირებ ბრძოლას. გინდა სამჯერ შემიფარდე და გინდა 8 და ხომ 8-ჯერ შემიფარდე თუ გინდა ნასარი პატიმრობა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ ორგანიზმმა ხაზი გადააკვეთეთ, თქვენ რაზმებში, თქვენ ხელმძღვანელებმა და შესაბამისად დავხსენეთ ის ცეცხლი, რომელშიც თვითონ გაიწვევთ. დღევანდელი შუამდგომლობა, როგორც მოგესალმებით, არის უსაფუძვლო და არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ გიგი უგულავას მიმართ მოხდეს ახალ ღონისძიების შესვლა და უფრო დამძიმება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვეთ 2 დღე დავასაბუთებთ ჩვენს პასუხს წარმოდგენილ შუამდგომლობაზე და მოვახსენებთ სასამართლოს. კანონის მოთხოვნა არის, რომ იმ შემთხვევაში თუ პირმა დაარღვია გირაოს პირობები, იცვლება აღკვეთი ღონისძიება უფრო მკაცრით, ამ შემთხვევაში ყველაზე მკაცრი არის პატიმრობა, ხოლო გირაოს თანხა ან ამ თანხის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონება მოცემულ შემთხვევაში საუბარი არის გიორგი უგულავას ნათესავის ბინაზე, რომელიც მისივე ნებასურვილით იქნა დაყადაღებული, ამის აღსასრულებლად მიქცევაზე, რომ იმსჯელოს სასამართლომ. ეს პროკურატურის მოთხოვნა კი არ არის, ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა.